ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი წარმოგიდგენთ. სოფლიო ისტორიის გაკვეთილები. მეორე პუნიკური ომი. ნაწილი მეხუთე. ქრისტეს შობამდე 206 წლის მიწურულს რომში საყოველთაო ზეიმი სუფევდა. ესპანეთიდან რესპუბლიკის ტრიუმფატორი მხედართმთავარი პუბლიუს კორნელიუს სციპიონი დაბრუნდა. 5 წლიანი სისხლის მღვრელი კამპანიის შედეგად სციპიონმა იბერია კართაგენის ბატონობისაგან სრულად გაათავისუფლა, რამაც იგი რესპუბლიკის უალტერნატივო ლიდერად და ერის მხსნელად აქცია. საზოგადოებაში მყარდებოდა რწმენა, რომ მხოლოდ მას შესწევდა ძალა წერტილი დაესვა ჰანიბალის მრავალწლიანი ტერორისთვის. ხალხის მხარდაჭერით სციპიონი კონსულად აირჩიეს. მიუხედავად მოლოდინისა, რომ ახალი სარდალი ჰანიბალს იტალიის მიწაზე დაუპირისპირდებოდა, სციპიონმა რადიკალურად განსხვავებული სტრატეგია აირჩია. მან ომის გადატანა ჩრდილოეთ აფრიკაში გადაწყვიტა. ახალი კონსულის თამამ გეგმას სენატში გავლენიანი ოპონენტები გამოუჩნდნენ. ხანგრძლივი დებატების შემდეგ სციპიონმა მიიღო ნებართვა სიცილიაში გადასულიყო აფრიკული ექსპედიციის მოსამზადებლად. თუმცა სენატმა მას ახალი ლეგიონების შექმნაზე უარი უთხრა. რესპუბლიკამ სარდალს მხოლოდ მოხალისეთა შეკრებისა და კანეს ბრძოლის ვეტერანების გამოყენების უფლება მისცა. მიუხედავად ხელოვნური ბარიერებისა, სციპიონის რეპუტაციამ თავისი გაიტანა. ერთ წელიწადში მან სიცილიაში 35,000-მდე მეომრისგან შემდგარი არმია ჩამოაყალიბა. კართაგენის მთავრობა აცნობიერებდა, რომ რომი მასშტაბურ სტრატეგიულ შეტევას ამზადებდა. ვიდრე რესპუბლიკა საკონსულო არჩევნებით იყო დაკავებული, კართაგენმა მოულოდნელი დივერსია განახორციელა. ფლოტმა ფარულად გადასხა დესანტი ჩრდილოეთ იტალიაში, რომელსაც ჰანიბალის უმცროსი ძმა მაგონი ხელმძღვანელობდა. მიუხედავად იმისა, რომ კართაგენელებმა ქალაქი გენუა დაიკავეს და ჩრდილოეთში მეორე ფრონტის გახსნა სცადეს, მათი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. მოგვიანებით რომაულმა ლეგიონებმა მაგონის ძალები დაამარცხეს, თავად სარდალი კი მძიმედ დაჭრეს. ძველი წელთაღრიცხვით 204 წელს სციპიონი 400-მდე გემით აფრიკის სანაპიროებისკენ გაემართა. რომაული ლეგიონების გადასვლამ აფრიკაში არნახული განგაში და პანიკა გამოიწვია. კართაგენის თავზე ავის მომასწავებელი ღრუბლები ჩამოწვა. აფრიკის სანაპიროზე გადასხმისთანავე სციპიონმა გააცნობიერა, რომ კართაგენის დასამარცხებლად მხოლოდ რომაული ლეგიონების სიმტკიცე არ კმაროდა. მას სჭირდებოდა უპირატესობა კავალერიაში. სწორედ ამ დროს ასპარეზზე ნუმიდიელი უფლისწული მასინისა ჩდება. მასინისა წლების განმავლობაში კართაგენის მოკავშირე იყო და რომაელთა წინააღმდეგ ესპანეთში იბრძოდა. თუმცა მას შემდეგ, რაც ომის სასწორი რესპუბლიკის მხარეს გადაიხარა, მან პოზიცია შეიცვალა და რომის მოკავშირედ იქცა. ამ ალიანსმა საბოლოოდ შეცვალა ძალთა ბალანსი. რომმა მიიღო წვდომა მსოფლიოში საუკეთესო მსუბუქ კავალერიაზე. ამასობაში კართაგენელებმა დიდი არმია შეკრიბეს და რომაელთა წინააღმდეგ დაიძრნენ. სციპიონმა ნაცვლად ღია შეტაკებისა მოულოდნელი ტაქტიკა აირჩია. ღამის საფარქვეშ რომაელებმა მტრის ბანაკებს ცეცხლი წაუკიდეს. პანიკაში ჩავარდნილი კართაგენელები უიარაღოდ გამოცვიდნენ კარვებიდან, სადაც მათ ჩასაბრებული ლეგიონერები დახვდნენ. ქაოსმა იმაზე მეტი კართაგენელი იმსხვერპლა, ვიდრე ნებისმიერმა ღია ბრძოლამ. მტრის არმია განადგურდა, მალევე სციპიონმა კართაგენელთა მორიგის შენაერთით შემოსრა. კართაგენის ბედი უკვე ბეწვზე ეკიდა. სახელმწიფო სრული განადგურების წინაშე დადგა. ქალაქის სენატმა გააცნობიერა, რომ ერთადერთი მხსნელი იტალიაში მყოფი ჰანიბალი იყო. სასწრაფოდ გაიგზავნა ელჩები და სარდალს სამშობლოში დაბრუნების ბრძანება გადასცეს. 15 წლიანი დაუმარცხებელი კამპანიის შემდეგ ჰანიბალი იძულებული გახდა აპენინის ნახევარკუნძული დაეტოვებინა. ამ პერიოდში მან უპრეცედენტო გამარჯვებებს მიაღწია. ისტორიკოსთა შეფასებით, ჰანიბალის მიერ იტალიაში დათესილმა ომმა ჯამში 700,000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამ არნახულმა მსხვერპლმა რომი ფაქტობრივად დემოგრაფიული კოლაფსის ზღვარზე მიიყვანა. მიუხედავად ამისა, მან რომის საბოლოო დამორჩილება ვერ მოახერხა. ჰანიბალმა
იტალია მხოლოდ ერთგული ვეტერანების თანხლებით დატოვა, რადგან ადგილობრივი მოკავშირეების დიდმა ნაწილმა აფრიკაში წასვლაზე უარი თქვა. სარდალი აცნობიერებდა, რომ დარჩენილი მეომრები რომის რესურსად იქცეოდნენ. ამიტომ ბევრი მათგანი იძულებით აიყვანა ხომალდებზე, ურჩებს კი დაუნდობლად გაუსწორდა. რომის საზღვაო ჰეგემონიის მიუხედავად, ჰანიბალმა ისარგებლა იმით, რომ რომაული ფლოტი სციპიონის მომარაგებით იყო დაკავებული და ლაშქარი აფრიკაში უსაფრთხოდ გადასხა. ჰანიბალის დაბრუნებამ კართაგენელთა საბრძოლო სულისკვეთება კვლავ აამაღლა. მათ ხომ ლეგენდარული, დაუმარცხებელი მხედართმთავარი ხელმძღვანელობდათ. თუმცა მათ საპირწონედ რომაელებსაც ჰყავდათ საკუთარი გენიოსი, სციპიონი, რომელიც ჰანიბალის მსგავსად დაუმარცხებელი სტატუსს ფლობდა. ომის ბედი ამ ორ დიდ სტრატეგს შორის დაპირისპირებას უნდა გადაეწყვიტა. კართაგენმა უკანასკნელი რესურსით შეკრიბა სახალხო ლაშქარი და მას მოქირავნეებიც მიუმატა. ძველი წელთაღრიცხვით 202 წლის 19 ოქტომბერს ორი უძლეველი გენერალი ერთმანეთს საბედისწეროდ შეხვდა ზამას ველზე. ორივე მხარეს დაახლოებით 40,000-მდე მეომარი ჰყავდა. ჰანიბალმა თავისი არმია სამ ხაზად განალაგა. პირველზე მოქირავნეები იდგნენ, მეორეზე კართაგენელი ახალწვეულები, ხოლო მესამეზე რეზერვში მისი ყველაზე ერთგული ვეტერანები. ფლანგებზე მან 4,000 ცხენოსანი განათავსა, ფრონტის წინა ხაზზე კი 80 სპილო დააყენა, როგორც მთავარი დამრტყმელი ძალა. სციპიონმა სპილოებისგან მომავალი საფრთხის გასანეიტრალებლად ტაქტიკურ ინოვაციას მიმართა. ნაცვლად ტრადიციული ჭადრაკისებრი წყობისა, მან ლეგიონები ხაზობრივად ერთმანეთის მიყოლებით განალაგა და მათ შორის ფართო დერეფნები დატოვა. ფლანგებზე სციპიონმა თავისი მთავარი უპირატესობა ნუმიდიური და რომაული კავალერია განათავსა, რომელიც მტრისაზე 2-3ჯერ მრავალრიცხოვანი და გამოცდილი იყო. განსხვავებით ჰანიბალის არმიისგან, სციპიონის თითქმის ყოველი ჯარისკაცი ნაწრთნობი პროფესიონალი იყო. ბრძოლა ჰანიბალის ბრძანებით დაიწყო. 80 სპილომ რომაული ხაზებისკენ მიიტანა იერიში. თუმცა აქ სციპიონის გეგმამ იდეალურად იმუშავა. რომაელმა მესაყვირეებმა ერთდროულად დასცეს ყიჟინა, რამაც ცხოველთა ნაწილი დააფრთხო. დაფეთებული სპილოები უკან გაბრუნდნენ და პირდაპირ კართაგენულ კავალერიას დაეტაკნენ. ამან კართაგენელთა ფლანგებზე დიდი ქაოსი გამოიწვია. დარჩენილი ცხოველები რომაელებმა კორიდორებში მოიმწყვდიეს და შუბოსნების დახმარებით გაანადგურეს. სპილოების იერიშის პარალელურად რომაულმა კავალერიამ ყისიერი იერიში მიიტანა არეულ კართაგენულ ცხენოსან ჯარზე. მრავალრიცხოვანმა რომაულმა კავალერიამ მტერი ბრძოლის ველიდან განდევნა და შორს დაედევნა. სანამ ცხენოსნები ჰორიზონტს მიღმა იყვნენ, ველზე ქვეით და სასტიკის შეხლა შემოხლა დაიწყო. მიუხედავად რომაელი ქვეითების სიმტკიცისა, შეტაკება ცვალებადი უპირატესობით მიმდინარეობდა. არც ერთი მხარე უკან არ იხევდა. სციპიონი იძულებული გახდა თავისი ხაზები გაეშალა, რათა მტრის ვეტერანებს ისინი ალყაში არ მოექციათ. რომაული ქვეითები გამოფიტვის ზღვარზე იყვნენ, როდესაც ბრძოლის ბედი კავალერიის დაბრუნებამ გადაწყვიტა. ბრძოლის კულმინაციურ მომენტში ჰორიზონტზე მასინისას ნუმიდიური კავალერია გამოჩნდა. კართაგენელი ცხენოსნების განადგურების შემდეგ ისინი სრული სისწრაფით დაეშვნენ ჰანიბალის არმიის ზურგში, რამაც კართაგენელთა ხაზები საბოლოოდ გაჰკვეთა. ჰანიბალის არმია ალყაში მოექცა. 20,000 კართაგენელი დაიღუპა, ამდენივე კი ტყვედ ჩავარდა. თავად ჰანიბალი რამდენიმე მხედართან ერთად გაიქცა. ეს იყო მისი პირველი და უკანასკნელი სამხედრო მარცხი. დაუზუსტებელია, თუმცა ზოგიერთი ანტიკური ცნობების თანახმად, ამ საბედისწერო დღეს მზის დაბნელება მომხდარა. ბუნების ეს მოვლენა სიმბოლური აღმოჩნდა. ეს დღე კართაგენელთათვის სამუდამოდ დაბნელდა. ზამას ბრძოლამ წერტილი დაუსვა 17 წლიან სისხლის მღვრელ ომს. მეხუთე ნაწილის დასასრული.